გამარჯობათ, დღეს გვექნება პრაქტიკული ნაწილის მე-7 ლექცია ტანტრა. ტანტრული სუნთქვის ძირითადი პრინციპები. გაცნობიერებული სუნთქვა პრანაიამა, სუნთქვის ყველა ფაზაზე ყურადღების მიქცევა, შესუნთქვა, შესვენება, ამოსუნთქვა, შესვენება, ამ დროს ხდება ღრმა სუნთქვა მუცლით და არა მკერდით. რათა ენერგია ჩავიდეს ქვედა ჩაკრებში. ენერგიის ცირკულაცია. სუნთქვით შეგიძლიათ ენერგია აიყვანოთ ქვედა ცენტრიდან, მოლათარადან, ზემოთ კუნდალინის მსგავსი მოძრაობით. ეს რაც წინა ლექციაში გვქონდა. შემდეგი არის ერთიანობა პარტნიორთან. ტანტრაში ხშირად გამოიყენება სარკისებური სუნთქვა პარტნიორთან. იცით, სულიერი და ენერგეტიკული კავშირი ძლიერდება. ძირითადი პრაქტიკები. პირველი, ღრმა მუცლით სუნთქვა იოგური. დაჯიქით ან დაწიქით მოხერხებულად. ჩაისუნთქეთ ღრმად მუცლით, ისე რომ მუცელი წინ წამოვიდეს, ანუ გაფართოვდეს. ამოისუნთქეთ ნელა, სრულად ამოისუნთქეთ ჰაერი. ამით იწყება ენერგიის შეგროვება და გონების დამშვიდება. მეორე, ცირკულარული სუნთქვა, ენერგიის აწევა. ჩაისუნთქეთ, წარმოიდგინეთ, რომ ენერგია ადის მოლათარადან ზემოთ ხერხემლით უკან. ამოისუნთქეთ, წარმოიდგინეთ, რომ ენერგია ჩამოდის ზემოდან ქვემოთ, ოღონდ უკვე წინიდან. ასე ენერგია მოძრაობს მიკროკოსმოსურ ორბიტაზე. ანუ წრედი იკვრება. მესამე, წყვილში სუნთქვა, ჰარმონიზაცია. დაჯიქით ერთმანეთის პირისპირ, თვალებში უყურეთ პარტნიორს. ცდილობა უნდა გქონდეთ იმისა, რომ ერთდროულად ჩაისუნთქოთ და ერთდროულად ამოისუნთქოთ. ანუ მოახდინოთ წყვილში სუნთქვის სინქრონიზაცია. ნონა სუნთქვა თანდათანობით თანხვედრაში მოდის, ანუ ერთად ჩაისუნთქავთ და ერთად ამოისუნთქავთ და წარმოიშვება თქვენს შორის ერთობა. მეოთხე, სუნთქვა მანტრით. ჩასუნთქვისას ჩუმად გაემეორეთ სო, ამოსუნთქვისას ჰამ. ეს სო, ჰამ არის კლასიკური ტანტრული სუნთქვა, რომელიც გაერთიანებას ასახავს. მე ვარ ის. მეხუთე, ორგაზმული სუნთქვა, ენერგიის ტრანსფორმაცია. სუნთქვის რიტმი ხდება უფრო ღრმა და სწრაფი. ენერგია აგორდება და მოდის სექსუალური ცენტრიდან გულში და შემდეგ ადის ზემოთ. მიზანი არაა უბრალოდ ფიზიკური განთავისუფლება, არამედ ტრანსცენდენტული ექსტაზი. ანუ როგორ ხდება ტანტრას სუნთქვა? ჩავისუნთქავთ და უცბად ამოვისუნთქავთ, თითქოს ხმაურით წვით. აი ესეთნაირად. და ამ დროს თითქოს დიაფრაგმაზე რაღაცა გვირტყავს, თითქოს დიაფრაგმას ვაგდებთ შიგნით. ესე ვაკეთებთ ხშირ-ხშირად. აი ესეთნაირად ვსუნთქავთ. ეფექტები. სხეულის ენერგიის გაღვიძება, შინაგანი ბლოკების მოხსნა, პარტნიორთან ღრმა კავშირი, ემოციური ჰარმონია, სულიერი ცნობიერების გაფართოება. ტანტრული სუნთქვის პრაქტიკა ჯობს, რომ დაიწყოთ მარტივი ვარჯიშებით, მუცლის სუნთქვა, ცნობიერი სუნთქვა და შემდეგ გადახვიდეთ მომდევნო პრაქტიკებზე, რაც უკვე მოცემულია ზემოთ. ტანტრული მედიტაციის ძირითადი პრინციპებია, რომ სხეული ეს არის იგივე ტაძარი. სხეულის უარყოფის ნაცვლად უნდა მოხდეს მისი მიღება და ენერგიად ქცევა, ანუ უნდა შეიყვაროთ თქვენი საკუთარი სხეული. ენერგიის გაცნობიერება, სუნთქვითა და ყურადღებით ენერგიის მოძრაობა ჩაკრებს შორის. ერთიანობის განცდა, ანუ პარტნიორთან ერთიანობის განცდა. მედიტაცია მიგიყვანს მე და სამყაროს ერთიანობის შეგრძნებამდე. სიყვარული და ნეტარება. ტანტრული მედიტაცია ყოველთვის ეფუძნება სიყვარულს და არა მხოლოდ სექსუალობას. მარტივი ტანტრული მედიტაციის პრაქტიკები, სუნთქვის მედიტაცია სოჰამ, ანუ სამყაროსთან ერთად სუნთქვა. ეს უნდა გააკეთო ყოველდღე და დაუთმო ამას 10-დან 15 წუთამდე.
თუ დასაწყისში შეგიძლიათ უფრო ნაკლები დროც დაუთმოთ, სანამ მიეჩვევით. მეორე ჩაკრების მედიტაცია. ანუ ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამ სუნთქვასთან ერთად, ანუ კუნდალინი პრაქტიკა და გავიაროთ ფერები, ანუ წარმოვიდგინოთ ეს ფერები. ჯერ ენერგია შედის პირველ ჩაკრაში, წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, იასამნისფერი, ანიისფერი და თეთრი ეს არის კიდევ თავს ზემოთ არსებული თეთრი ხვრელი. ეს მედიტაცია აღვიძებს კუნდალინის ნაკადს. მესამე მედიტაცია გულის ცენტრზე. დახუჭეთ თვალები, ხელები გულზე დაიდეთ, ჩაისუნთქეთ ღრმად, იგრძენით სითბო და სინაზე. ამოსუნთქვისას წარმოიდგინეთ, რომ ეს სიყვარული ვრცელდება თქვენს გარშემო სივრცეში. ეს დაგეხმარებათ შინაგან ჰარმონიაში და სიყვარულის განცდაში. მეოთხე წყვილში ტანტრული მედიტაცია. დაჭიქით პირისპირ, თვალებში ჩახედეთ ერთმანეთს და თანთანობით სუნთქვა მოიყვანეთ ერთმანეთთან ჰარმონიზაციაში. არ ილაპარაკოთ, იყავით უბრალოდ ამ მომენტში. ეს ქმნის ძლიერ ენერგეტიკულ ერთიანობას. მეხუთე მაიტრია სხეულის მიღება. დაჭიქით სარკის წინ ნელა-ღრმად ისუნთქეთ. უყურეთ საკუთარ თვალებს და გაემეორეთ, მე ვიღებ ჩემს სხეულს, მე მიყვარს ჩემი სული. ეს პრაქტიკა შლეს ბლოკებს და ზრდის თვითშებასებას. ხდება სექსუალური და ცხოვრებისეული ენერგიის გარდაქმნა ცნობიერებად, სიყვარულის უფრო ღრმა განცდა საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, პარტნიორთან ინტიმური კავშირის გასაღრმავებლად, ეგოსგან განთავისუფლებად და ერთიანობის შესაგრძნობად არის ეს პრაქტიკა ძალიან სასარგებლო. მე ამით დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.